მოგესალმებით სამართლის აბიტურიენტი. ეს წუთია გამოვედი გამოცდი და ისტორიის რაღაც 1 საათით ადრე. ძალიან მომინდა მესწავლა ენა, კულტურა, ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია, პოლიტიკა, აი მთლიანად მინდა რომ ვიცოდე თურქეთი როგორც ასეთი. ინგა ბაგრატიონი ვარ 60 წლის, ახლახან შევსრულდი 22 მაისს და ვარ რუსულის ფილოლოგი, ანუ რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, განათლება მიღებული მაქვს მინსკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ უკვე ჩვენთან დაიწყო მასწავლებლების სერტიფიცირება. პირველივე წელს ჩავაბარე ქართულის როგორც მშობლიურის გამოცდები, ინგლისურ კომპიუტერის გამოცდა. ვიყავი საუკეთესო 20%-ში, მაშინ ამ გამოცდების ჯამით ფიქსირდებოდა. შემდეგ წავედი სახელმწიფო პროგრამით მაღალმთიან რეგიონში, ჯავახეთში, არაქართულენოვან ბავშვებს 10 წელი ვასწავლიდი ქართულს. შემდეგ უკვე ჩავთვალე, რომ ჩემი მოვალეობა, ასე ვთქვათ, შევასრულე სახელმწიფოს წინაშეც, ბავშვების წინაშეც და ჩამოვედი ისევ ბათუმში და აქ უკვე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ კერძო სკოლაში. რამდენიმე წლის წინ, ზუსტად მაშინ, როდესაც ვიყავი ჯავახეთში, პირველად შევხვდი, ასე ვთქვათ, ფამუქს, შემდეგ ელიფ შაფაკს და მივხვდი, რომ აღმოსავლური ლიტერატურა საერთოდ სხვა განზომილება, ასე ვთქვათ, და განსხვავდება იმ ევროპული კლასიკური ლიტერატურიდან, რაზეც ვართ ჩვენ გაზრდილები. იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად შევძლებ მუშაობის და სწავლის გაერთიანებას, მით უმეტეს ფიზიკურად, ტერიტორიულად ეს უნივერსიტეტი ბათუმის არ არის შორს ჩემი სკოლიდან და ვფიქრობ, რომ სკოლაც შემიწყობს ხელს და უნივერსიტეტიც ბოლოს და ბოლოს ჩემს ასაკს-ცემებ. მათთა შორის არ მომზადებულა როგორც ასეთი, უბრალოდ აბიტურიენტი მყავდა ქართულში, მაგრამ ეს იყო არაქართულენოვანი ბავშვი და რა თქმა უნდა მასთან მე მთლიანად ყველაფერი არ გამიმეორებია. ისტორია აგერ 2 გამოცდას შორის 4 დღე ჩემ კოლეგასთან ასე ტელეფონით, მესენჯერით გავიარე კონსულტაციები და რუსული, ახლა მე რუსული სპეციალისტი ვარ და რუსულზე არ ვლაპარაკობ. მოლოდინი მაქვს, რომ სავარაუდოდ ჩავირიცხები, იმიტომ რომ 20 ადგილი აქვს ბათუმის უნივერსიტეტს. ჩარიცხვით ჩავირიცხები, ქულებს ბევრს არ ველოდები ნამდვილად. ყველა აბიტურიენტს, ვინც დღეს აბარებს, ან ზოგმა უკვე ჩააბარა, ვუსურვო წარმატება და ძალიან ბევრ იმ ადამიანს, რომელმაც მე მომწერა სოციალურ ქსელებში, რომ მე ვერ გავბედე, მინდოდა და რაღაცა, ყველას მინდა ვუთხრა, რომ გაბედონ და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც მათ უნდათ, მით უმეტეს, როცა ეს სწავლას ეხება.